ტიპის აქტივობებია კრუიზზე. კოსტას კრუიზზე უამრავი სხვადასხვა სახის აქტივობაა. ნომერში ყოველდღიურად გახვედრებენ კრუიზზე დღის განმავლობაში აქტივობების შესახებ განრიგს. მათი ნახვა ასევე შეგიძლიათ კოსტას აპლიკაციაში. კრუიზის დასაწყისში გადმოვწერე და ძალიან მიადვილებდა ხოლმე ჩემი დღის დაგეგმვას. აპლიკაციაში ნახავთ დღის განმავლობაში გემის რომელ ნაწილზე და რომელ საათზე რა აქტივობებია დაგეგმილი. შესაბამისად, სასურველ და საინტერესო აქტივობებს ყოველთვის ვესწრებოდი. ახლა კი უშუალოდ ვნახოთ რა აქტივობებზეა საუბარი. თუ ჯანსაღი ცხოვრების წესით ხარ დაკავებული ან აპირებთ დაწყებას, ეს ზუსტად საუკეთესო დროა. გემზე დაგხვდებათ სპორტ-დარბაზი, ასევე შეგიძლიათ ივარჯიშოთ ინსტრუქტორთან ერთად, დაესწროთ იოგას გაკვეთილებს ან თუნდაც დღე დაიწყოთ დილის გასეირნებით. აქ ასევე არის წყლის აერობიკა, ცეკვის გაკვეთილები, სხვადასხვა თამაშები, როგორც დიდებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. არის კალათბურთის მოედანი, საბავშვო მოედანი, აკვაპარკი. ღია ზღვაში აკვაპარკში სრიალი ნამდვილად დაუვიწყარი გამოცდილება იყო ჩემთვის და აუზები. გემზე 14 სხვადასხვა სახის აუზია. არის როგორც დახურული, ასევე ღია. ჩემი აზრით, საუკეთესო ხედის მქონე პლაჟი ზუსტად აქაა. კიდევ სანაპირო ბარები, რომელიც მრავლადაა. თუმცა გამოვარჩევდი Infinite Bars, რომელიც ზუსტად ისეთია, როგორც იტალიის სანაპიროებზეა ხოლმე. თუ განტვირთვა გსურთ, შეგიძლიათ ეწვიოთ Solemio Spa-ს, სადაც უმშვიდესი გარემო დაგხვდებათ. საუნა, თოვლის და მარილის ოთახი, ასევე ტროპიკულ წვიმაშიც კი შეგიძლიათ გაიაროთ. მათთვის კი, ვინც ბავშვებთან ერთად მოგზაურობთ, კარგი ამბავი მაქვს. აქ არის საბავშვო კლუბის სხვადასხვა ასაკის ჯგუფებისთვის. დილის 9 საათიდან ღამის 12 საათამდე. შეგიძლიათ თქვენი შვილები დატოვოთ, სადაც ათამაშებენ, დააძინებენ, ასადილებენ. მოკლედ, ჩათვალეთ კრუიზზე ბაღი გაქვთ. თქვენ კი ამ დროს მშვიდად დაისვენებთ ან გაერთობით. გემზე ასევე დაგხვდებათ სხვადასხვა ბრენდული მაღაზია, სილამაზის სალონი, როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალბატონებისთვის, კაზინო და სხვა. რაც შეეხება საღამოს აქტივობებს, გემის ცენტრალურ ნაწილში 3 სართულიან კოლოზეუმში დღეში რამდენჯერმე იმართება სხვადასხვა თემატიკის წარმოდგენა. კრუიზზე ასევე არის რეალიტი შოუ ზღვის ხმა, კი ვოისის ანალოგიური. მაგარია არა? ასევე არის სხვადასხვა საღამოები ჯაზის, როკის, კლასიკური მუსიკის, არის ტანგოს გაკვეთილები და კიდევ უამრავი თემატიკის წარმოდგენა გემის სხვადასხვა სივრცეში. და წვეულებები, ჩემი საყვარელი ნაწილი. Silent Party, White Party, Cocktail Party და კიდევ უამრავი სხვა. მოკლედ, არ მოიწყენ. კრუიზზე ასევე გთავაზობენ ფოტო მომსახურებასაც. თქვენი მოგზაურობის განმავლობაში პროფესიონალი ფოტოგრაფის მიერ გადაღებული სამახსოვრო ფოტოები აქვე შეგიძლიათ დაბეჭდოთ და სამახსოვროდ დაგრჩებათ თქვენი საკრუიზო მოგზაურობის ალბომი. მოკლედ, ეს რაც კრუიზზე დაგხვდებათ, იმის არასრული ჩამონათვალია. იქიდან გამომდინარე, რაც ვნახე, ყველა ასაკის და გემოვნების ადამიანი იპოვის სასურველ გასართობს. თუ გაინტერესებს მსგავსი სამოგზაურო კონტენტი, მაშინ გამომიწერეთ და დაელოდე შემდეგ ვიდეოს. აბა დროებით!